გამეცანით. Კატალოგია. დასაკეთეთ ნიჭიერში. ხერხით მაქვს ნომერი. ხერხით. დასაკეთე. ხერხლესა. ხერხი რადგინა ნიჭიერში. ხერხით მაქვს ნომერი. ვინმე უნდა განხერხო? სალამი. გამარჯობა. უცნაური ბიჭი ჩანხარ. ვინ ხარ? მე ვარ ტატო ლაგვილავა. 17 წლის სკოლის მოსწავლე, დავდივარ მუსიკალურ სკოლაში და უკრავ ორკესტრში. რაზე უკრავ სკოლის ორკესტრში? ვიოლინოზე. და ეხლა რო ხერხი გიჭირავს? ეხლა ხერხით შემოგთავაზებთ. ხერხის ჯობია ვიოლინოსა, თუ კაცი მოიგონებს ახარ? აი, ზუსტად ბატონო დირექტორი, ბატონო დირექტორი. ნახოთ. მიდი აბა. What? Ahora está por el Joaquín. მაგარია. ხერხს აკმნესებს რა, აკმნესებს ხერხს. Bravo! Bravo! ტატო ძალიან კარგი ბიჭი ხარ. საკმაოდ რთული ამოცანაა ეს, იმიტომ რომ სმენით უნდა მართო. აი ეს როგორ და ავტომატის მამდე უნდა კონდეს ხელი მიყვანილი, ყოჩახ. კარგი სმენა გაქვს და როგორ ჩანს კარგი მუსიკოსი ხარ. მე საერთოდ არ გამიგე, პირველად დავინახე, რომ შეიძლება ხერხზე დაკვრა. შემდეგ ჯერზე ბენზო ხერხი იქნება. ძალიან ორიგინალურია, ძალიან ფანტასტიკურია და მე ძალიან მომეწონა და შენც მომწონხარ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტიპაჟი ხარ. არ ყოფნიდა ვიოლინო შენი ემოციის გამოსახატად და ხერხსაც მიმართე. შვენიერი ხერხისთვის მიგიმართავს, მინდა გითხრა. შენმა ვიოლინოს მასწავლებელმა იცის ხერხზე რო იყო? არა, ხო, იმიტომ რომ ცოდოა არ უთხრათ გული გაუსხდება, იმიტომ რომ ღმერთების ინსტრუმენტზე დაკვრას რო ასწავლენ და მოსწავლეს და ხერხით რო გამოვიდეს სცენაზე, ნამდვილად გული გამოსხდებოდა. თუმცა ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ, მართლაც აბსოლუტური სმენა გაქვს. ძალიან რთულია ამ ინსტრუმენტს დავარქვე ხარ ას ხელში გიჭირავს, მაგრამ მაინც დაკვრა. ინსტრუმენტია ყველა გაგებით ზარი. ოჩახ, ძალიან საინტერესო ნომერი იყო. მე გონია რომ 4 კი გაქვს ხო კოლეგებო? რა თქმა უნდა. მოკლედ მე გადაცემას წავიყვან, შენ ხერხზე დაუკარე, არ გამომდის რა უკნა. გამოვიდა, გახერხა და წავიდა. გახერხა და დაუკრა და წავიდა.